ახალციხელი ნინო ტყემალაძე ზაფხულში კოსმეტოლოგს ხშირად სტუმრობს. ყოველი ვიზიტისას იგი სახის სხვადასხვა ნიღბებს იკეთებს, იმისთვის რომ კანი უკეთესად გამოიყურებოდეს. პიგმენტური ლაქები, დამწვრობა, ნაოჭების ნაადრევი წარმოქმნა და არასასურველი სახის კანი. ეს იმ ძირითადი პრობლემების ჩამონათვალია, რომელიც ზაფხულში მზის სხივების დიდი ოდენობით ორგანიზმში მოხვედრის შედეგადაა გამოწვეული. მიწევს მზეზე ყოფნა, მზის სხივები ყოველთვის ცნობილია, რომ იწვევს სახის გამოშრობას, ამიტომ მიწევს სხვადასხვა პროცედურების ჩატარება. იქ არის მასაჟი, ნიღბები, ახლა ვაპირებ ნიღბის გაკეთებას, უნდა დავიტანიონო სახის კანი. ზაფხული შესანიშნავი დროა სახის კანის მოვლისთვის. ამ დროს ყოველთვის ხელთ გვაქვს ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტები. მათგან კი სხვადასხვა ნიღბების გამოყენება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. განმარტავენ კოსმეტოლოგები. ცნობილია, რომ ცხუნვარემზე დეჰიდრატაციისას, ანუ უჯრედებიდან წყლის ჭარბი რაოდენობით აორთქლებას იწვევს. კანი რომ არ გამოშრეს, ამისთვის მისი ინტენსიური დატენიანებაა საჭირო, რომელიც როგორც კოსმეტოლოგებთან ვიზიტისას, ასევე სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. მათი რჩევით სასურველია ნიღაბი ახალდაბალი, სუფთა და მშრალ კანზე 10-15 წუთის განმავლობაში გავიჩეროთ. შემდეგ კი სახე ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოვიბანოთ. როდესაც ნორმალურად მიიღებ მზის სხივებს, კანი უფრო ელასტიური ხდება, ბრინჯაოსფერი ხდება და ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ გადაჭარბებული რაოდენობით მიიღებთ მზეს, ეს ძალიან აშრობს კანს, დეჰიდრატაცია ხდება ადამიანის კანის უჯრედებიდან. ამ დროს ზიანდება კანის ეპიდერმისი, ამიტომ საჭიროა მივხედოთ ამას. ამისთვის საჭიროა ჩვენ ხშირად დავიტენიანოთ. სხვადასხვა საშუალებებით. ძალიან კაია კიტრის ნიღაბი ამ პერიოდისათვის, ახლა ძალიან ბევრია კიტრი, შეუძლია რომელიც კიტრი ძალიან ატენიანებს კანს. ზაფხულში კანთან დაკავშირებული პრობლემები რომ თავიდან ავიცილოთ, სასურველია მზისგან დამცავი კოსმეტიკური საშუალებები სწორედ შევარჩიოთ. განმარტავენ დერმატოლოგები. იგი SPF-ის ინდექსით არის აღნიშნული, რაც უფრო მაღალია აბრევიატურის ინდექსი, მით დიდია დაცვის გარანტიაც. როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, მზის სხივები ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ულტრაიისფერის სხივების შედეგად გამოიყოფა D ვიტამინი. იგი კანისთვის სასარგებლოა, თუმცა დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ მზეზე დიდხანს ყოფნა სასურველი არ არის. ძირითადად შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს სხვადასხვა ხარისხის მზემ, მერე შეიძლება გამოიწვიოს ალერგიები, მზისგან გამოწვეული, აი ეს იქნება მეტი დანარჩენი, ესეთი არაფერი. ვეცადოთ რომ კანის გარუჯვა დავიწყოთ თანამიმდევრულად 5 წუთი, 10 წუთი, მერე 15 წუთი, ეს უფრო მაქსიმუმი მეტი არ არის საჭირო. და ისიც არა შუადღის პერიოდში. უფრო დილის და საღამოს ნაკლებად ულტრაისფერის სხივები როცა თუ ზედმეტი მოხდა შეიძლება მესამე ხარისხის დამწვრობაც კი გამოიწვიოს. დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები მიიჩნევენ, რომ სახის კანი ყველაზე ნაზია და იგი განსაკუთრებულ ყურადღებას წლის ნებისმიერ დროს მოითხოვს. ზაფხულში ის არანაკლებ სტრესს განიცდის. ტვერის სიცხე, მშრალი ჰაერი და ულტრაისფერის სხივები მასზე არასასრულ ზემოქმედებას ახდენს. ამიტომ მათი რჩევით აღნიშნული პერიოდში სახის კანი მოვლის სამ ძირითად პრინციპს: გაწმენდას, დატენიანებას და დაცვას ექვემდებარება.